ხმა უკვე მისცეს ქვეყნის პრეზიდენტმა, პრემიერმა და მთავრობის წევრებმა. მათი ძირითადი მესიჯები ქვეყნის განვითარება და ევროპული ინტეგრაცია. პირველი საარჩევნო უბანზე გიორგი მარგველაშვილი მივიდა. პრეზიდენტმა ხმა 8 საათზე მისცა. ქვეყნის პრეზიდენტმა საკუთარი არჩევანი დილის 8 საათზე დააფიქსირა. გიორგი მარგველაშვილი ნომერ 6-ე საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩეველი იყო. პრეზიდენტი ხმის მისაცემად მარტო გამოცხადდა. მარგველაშვილმა ამორჩეველს აქტიობისკენ მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანაში დემოკრატია გაიმარჯვებს. მე მინდა საქართველოს მოსახლეობას მიულოცო დღევანდელი დღე, უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული არჩევანის ჩამოყალიბებაში. მე მინდა გითხრათ ყველას, რომ იმისთვის რომ პოლიტიკოსები გემსახურონ, თქვენ ისინი უნდა აირჩიოთ. აქედან გამომდინარე, მოგიწოდებთ აქტიობისკენ და ამავე დროს მოუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ დღევანდელი დღე იყოს დემოკრატიის არჩევანი და დემოკრატიის გამარჯვება პირველ რიგში და შემდეგ მათი გამარჯვება. საკუთარი არჩევანი ვაკის მე-11 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილი ხმის მისაცემად მეუღლესთან და შვილებთან ერთად მივიდა. პრემიერი ზოგიერთ საარჩევნო უბანზე ინციდენტებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თუ რომელიმე რაიონში მეორე ტური დაინიშნება, ეს ტრაგედია არ იქნება. ჩვენ გვაქვს მტკიცენება, რომ ეს არჩევნები, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და სტაბილურობისთვის, ჩატარდეს მაქსიმალურად მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში. ჩვენ ამისათვის ყველა წინასწარი პირობა დაცული ქონდა და დღესაც ვართ მაქსიმალურად მობილიზებული, რომ დღევანდელი არჩევნები ეს დღე ძალიან წარმატებული იყოს ჩვენი ქვეყნის განვითარების ისტორიაში. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალა ყველა ქალაქში, ყველა რაიონში, ყველა სოფელში ლიდერობს და მიმაჩნია, რომ არ უნდა გახდეს საჭირო მეორე ტური. თუმცა თუ მეორე ტური იქნება, არც იქნება ტრაგედია. არჩევანი საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმაც გააკეთა. დავით უსუფაშვილი იმედოვნებს, რომ თვითმმართველობის არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩაივლის. სად ვართ თავისუფალი დემოკრატიული სამართლიანი არჩევნებისთვის და დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდება ეს ყველაფერი. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი არჩევნები იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი წინ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, ჩვენი სოფლების, ქალაქების, რაიონების, რეგიონების საკეთილდღეოდ. ძალიან საინტერესო არჩევნები გამოვიდა. დღის პირველ ნახევარში საკუთარი არჩევანი დააფიქსირეს მინისტრთა კაბინეტის წევრებმა. თავდაცვის მინისტრმა ხმა ზუგდიდში 29 საარჩევნო უბანზე მისცა. ალასანია ფიქრობს, რომ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ზუგდიდი ახალ ეტაპზე გადადის. ეს არის მართლა ისტორიული გადაწყვეტილება, რომ ზუგდიდთან ერთად 10 მერი პირდაპირ იქნება არჩეული თბილისის მერე, რა თქმა უნდა. ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, იმით რომ დემოკრატია უკვე გადადის რეგიონებში და რეგიონებს ექნება და ზუგდიდს, ჩემ ქალაქს ექნება მეტი შესაძლებლობა საკუთარი პასუხისმგებლობა როგორც ფინანსურ, ასევე სხვა სახელმწიფო საკითხებზე აიღოს თავის ხელში. ანუ ზუგდიდელების ბედს გადაწყვეტავს ზუგდიდის მიერ არჩეული მერი. საკუთარი არჩევანი გააკეთა ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემაც. ის არჩევნო უბანზე უფროს ვაჟთან ერთად გამოცხადდა. ჩვენ ხალხთან ერთად დავამკვიდრეთ არჩევნების ცივილურ, დემოკრატიულ, თავისუფალ ფორმაში ჩატარება. სადაც არ ხდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, არ ხორციელდება ძალადობა, დაშინება, დაშანტაჟება, არ არსებობს ეგრეთ წოდებული კარუსელები, მკვდარი სულების ანკიერი ფორმა, რომელსაც მისი შემოქმედები იყენებდნენ და ჩვენ ეს ყველაფერი ჩავაბარეთ წარსულს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ფინანსთა მინისტრმა საკუთარი არჩევანი გლდანის მეათე ოლქის 32 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. ნოდარ ხადური ხმის მისაცემად მეუღლესთან და შვილებთან ერთად მივიდა. მოქალაქეობრივი პოზიცია გამოხატა გარემოს დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემაც. ჩვენ ვირჩევთ ადგილობრივ თვითმმართველობას პირველად ჩვენი ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტს და ქალაქს ეყოლება არჩეული ხელმძღვანელი. გაველოდოთ ხვალინდელ დღეს, თუმცა მე მინდა გითხრათ, რომ ღმად ვარ დარწმუნებული, რომ მე და სულიად საქართველოს სწორი არჩევანი გავაკეთეთ. არჩევანი გავაკეთე ქალაქის გეგმაზომიერად განვითარების სასარგებლოდ, არა რაღაც ეფექტებზე, არამედ შედეგზე ორიენტირებული განვითარების სასარგებლოდ. ჩემი არჩევანი გავაკეთე ასევე ქალაქის გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესების სასარგებლოდ. არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს ქვეყნის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებმა. თია წულუკიანი იმედოვნებს, რომ საარჩევნო დღე მშვიდ ვითარებაში ჩაივლის. შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ხმა ქვეყნის განვითარებას და ევროინტეგრაციას მისცა. ზოგადად მიმდინარეობს მშვიდობიან გარემოში. მარტივი დანაკლისის საკითხებზე გამოძიება დაწყებულია უკვე, მაგრამ სავარაუდოდ მარტვილის რაიონში საარჩევნო ოლქში
არჩევნები განახდება, ანაკლიაში ჯერ ინფორმაციას არ ვფლობ, სხვა ზოგადად ყველა რაიონში მიმდინარეობს შვიდ და დემოკრატიულ გარემოში. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქვეყანა დღეს 12 მერს და 59 გამგებელს, ასევე 71 საკრებულოს 2086 წევრს აირჩევს. თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობისთვის 14 კანდიდატი იბრძვის. კოალიცია ქართული ოცნების ოფისში უკვე გამარჯვებისთვის ემზადებიან, ცენტრალურ შტაბთან უკვე დასრულდა სცენის მონტაჟი, სადაც მომღერლებმა რეპეტიცია გაიარეს.